საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და უშიშროების დონის ამაღლების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროში სემინარი ჩატარდა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებში. დღევანდელ სემინარზე სწორედ ამ სფეროში სახელმწიფოს როლსა და მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ემშელეს. სემინარი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მაღალთანადო პირებისათვის იმ საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას, რომელიც საყოველთაოდ მოქმედია თესოთლოში და რომლის სტანდარტის აკეთებს ჩვენგანაც. სემინარის მიზანია კიდევ ერთხელ გაანალიზდეს ის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას და დღევანდელ შეხვედრაზე სხვა მრავალ ასპექტთან ერთად განხილული იყო ის კონკრეტული აპლიკაციები ბირთვულ და რადიაციულ ტექნოლოგიებში, რომელიც გამოიყენება სამედიცინო ინდუსტრიაში. ამ მისიის მიზანია მეტი ფოკუსირება მოვახდინოთ რადიაციული ნარჩენების გამოყენებაზე სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა სამედიცინო, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებში. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და შესაბამისი კადრების დატრენინგებაში.